ამიტომ დაგვიჭიროს მხარი მობრძანდეს საჩხერეში სოფელ ჭორვილაში ვისაც კი პრობლემები შექმნიათ ამ ხნის განმავლობაში თავრებისგან ყველაფერი წყდება ამ ადამიანის ხელში ამიტომ ყველას ვეკატიჟებით ვისაც კი პრობლემები აქვს თავრობასთან ვისაც კი უკმაყოფილება აქვს თავრობასთან ყველას ვეკატიჟებით კვირას დღეს ზუსტად გადავწყვეტ და საათობას მოგაწვით კვირას ყველას ვეკატიჟებით სოფელ ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან ადამიანების და ოჯახების სიცოცხლეზე და კვებაზე თამაშობენ დღეს გადმოგვიგდონ ვაშლი თუ დოქტორ მშიერი როდესაც ჩვენ გვეკუთვნის სრული ულუფა და არა მარტო ვაშლი ამიტომ ვიბრძოლებთ ესე არავინ ყურადღებას არ გვაქცევს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ვისაც ეხება ჩვენი პრობლემები ჩვენი ქვეყნის პრობლემები არავინ თავს არ იწუხებს არავინ ჩვენსკენ არ იხედება მეტიც დაჭირებული ადამიანები ერთმანეთს ეხმარებიან იმ კეთილი ადამიანების დახმარებით აქ რაღაცა ელემენტარულ საკვებს რო ამზადებენ ზოგს ეს დამცინავად მიაჩნია ამაზე კილიკობს ამაზე დაგცინის და არაერთი ადამიანი მათ შორის მერიიდან წვენებდეთ ყველას კომპანია ჯორჯიან მარგანეძმა ბევრს აღარ ვისაუბრებ მისმა შექმნილმა შვილობილმა კომპანია CMC ჯგუფმა დააკეთა განცხადება რომ მე დავკოტრდი და უკვე მესამე თვეა ხალხი არის შემოსავლების გარეშე დარჩენილი საშიმშილოდ არის დაწირული და ეხლა ამბობენ რომ ერთი თვის 60% დაირიცხება უკვე აპრილია ხალხო უკვე აპრილია და პროფკავშირი ამბობს იანვრის 60% დაირიცხება იანვრის თვის და ამაყობს კოლექტიური ხელშეკრულება ავალდებულებს ადამიანებო რაში მჭირდება ასეთი კოლექტიური ხელშეკრულება სამი თვის ხელფასი მაქვს ასაღები და ერთი თვის 60% უნდა დამირიცხო მადლობელი რაზე უნდა ვიყოთ როცა ვალდებულებაა მათი რომ დაიცვას შემელების უფლებები 34 დღეა ადამიანებო და რა ვიცი ძალიან დიდი პატივისცემით ძალიან დიდი მოწიწებით თხოვნით მაქსიმალური წესიერებით არა მარტო აქ ასევე თბილისში შემოვიარეთ ნახევარი თბილისი ვეცადეთ რომ ყველასთან მიგვეტანა ჩვენი მართალი სათქმელი მაგრამ არა განწარებული ადამიანი მშიერი შვილობის მეუღლეების თვალზე რომ ფორმებს ხედავ და უყურადღებოდ რო ხარ მიტოვებული მე ხმას რო ეწევ ამაზე დაიბუტებიან ეს არ შეიძლება და ის შეიძლება რომ თელი ქალაქი საშიმშილოდ გაწირო და საერთოდ ყურადღება არ მიაქცია ამ ხელას შეურაცხყოფა მიაყენო ამ ხალხს ამ ადამიანებს თელ ქალაქს ეს თუნდაც შესაძლებელია მაქსიმალურად ვეცადე რომ ეს ჩვენი სათქმელი ყველასთვის გასაგები ყოფილიყო და მე ვფიქრობ რომ ძალიან კარგად ახსენით ჩვენ ყველაფერი და ყველაფერი სწორად თქვით რაც იყო ჩვენი სათქმელი მაგრამ კი ვერ გაიგეს უბრალოდ არ უნდათ რომ გაიგო